რეჟიმის მართლმსაჯულების ეპიცენტრი დღეს ბათუმია. არალეგიტიმური ხელისუფლება ჟურნალისტს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელ მზია ამაღლობელ სასამართლებს. საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან, მათ შორის დედაქალაქიდან ჟურნალისტის მხარდასაჭერად იმდენი ადამიანი ჩავიდა, რომ დარბაზმა მათი დატევა ვერ შეძლო. მზია ამაღლობელის ოჯახმა და მისმა ახლო მეგობრებმა საკუთარი ადგილები მეგობარი ქვეყნების ელჩებსა და დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სინდისის სხვა პატიმრების დედებს დაუთმეს. მზია ამაღლობელი უკვე გახდა რეჟიმთან ბრძოლის, ქართული პრინციპული ჟურნალისტიკის, საუკეთესო და ღირსეული მოქალაქის სიმბოლო. ეს მოხდა პირველივე სასამართლოს ხდომაზე, სადაც ის ნობელიანტი ჟურნალისტის მარია რესას წიგნით გამოცხადდა, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. თუმცა მას შემდეგ მის ხდომებზე მოხდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო როგორც ღირსების დასაცავად, ასევე უღირსობის აფიშირებისთვის. ეს იყო კეთილისა და ბოროტის ცხადი დაპირისპირება, როდესაც საათებისა და დღეების განმავლობაში მზია ამაღლობელი ერთხელაც არ დამჯდარა საბრალდებო სკამზე. ის მუდმივად ფეხზე იდგა. სახელმძღვანელოებში შესატანი დაცვის სიტყვა ჰქონდა დღეს მზია ამაღლობელის ადვოკატ მაია მწარიაშვილს, თუმცა მიუხედავად სამხილების არარსებობისა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ხდომებზე უთავმოყვარეობდა მოძალადე პოლიციელის სახით ქცეული ირაკლი დგებუაძის ლოყის შეწითლების ფაქტიც კი ვერ დადასტურდა, ნაკლებად რჩება მოსამართლე ნინო სახელაშვილის იმედი. რეჟიმის ამ მოსამართლემ უკვე პირველივე ხდომებიდან თქვა უარი პროფესიულ კეთილსინდისიერებაზე და დაიმსახურა სანქციები. თამარ თედიაშვილთან გადავინაცვლებთ ახლა ჩვენ ბათუმში იმყოფება ის და მთელი დღის განმავლობაში თვალყურს ადევნებს რა ხდება როგორც ხდომაზე, ასევე სასამართლოს გარეთ. ვინაიდან მხოლოდ როგორც გითხარით, ხდომამ ვერ დაიტია მზიას მხარდასაჭერად ადგილზე ჩასული მოქალაქეები. მზია, უკაცრავად თამარ, რა ეტაპია ახლა სასამართლოზე? ახლა თითქმის 6 საათი სრულდება, რაც მიმდინარეობს მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი. ამ 6 საათის განმავლობაში 1 წუთითაც არ წასულა აქედან ადამიანები, როგორც შენობის შესასვლელი არის სავსე, ასევე ფაქტობრივად სავსეა მიმდებარე ტერიტორია და თქვენ უთხარით კიდეც ჩვენს მაყურებელს, რომ სხდომათა დარბაზში ძალიან ბევრი ადამიანი ვერ შევიდა, მათ შორის ვერ შევიდნენ ოჯახის წევრებიც და ძალიან ახლო ადამიანები, რომლებმაც ადგილი დაუთმეს როგორც სინდისის პატიმრების მშობლებს, ასევე ელჩებს და ისინი უკან გამობრუნდნენ. მთელი დღის მანძილზე აქ პარალელურად იმართება აქცია მხარდაჭერას უცხადებენ და სოლიდარობას მზია ამაღლობელს და ყველა დაკავებულს, სინდისის ყველა პატიმარს. ამ წუთებშიც სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვას ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი. ფაქტობრივად 5 საათია მისი დასკვნითი სიტყვა გრძელდება, მხოლოდ მცირე 2-10 წუთიანი შესვენება გამოაცხადეს დღეს სასამართლოს ხდომაზე და სხვა დროის განმავლობაში სრულად საკმაოდ ვრცელ დასკვნით სიტყვას ამბობს მაია მწარიაშვილი. მან ვრცლად ისაუბრა იმ გარემოებებსა და მოცემულობებზე, რაც ამ მთელი 7 თვის განმავლობაში იყო, ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები კოპირებულია და ერთმანეთს ძალიან გავს, ისაუბრა ცრუ ჩვენებებზე, ისაუბრა იმ საკითხებზე, რომ ეს საქმე არის პოლიტიზირებული და თავიდან ბოლომდე დაკვეთილი. ამ ყველაფერს ჩვენ პერიოდულად ვაწვდით ჩვენს მაყურებელს. ახლა მოგესმენინებთ იმ ადამიანების განწყობებს, ვინც მთელი დღის განმავლობაში აქ არიან შეკრებილები, აქ არიან სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც მთელი 7 თვის განმავლობაში უწყვეტად უცხადებდნენ სოლიდარობას როგორც მზია ამაღლობელს, ასევე სინდისის პატიმრებს. მიშა მშვილდაძეს ვხედავ ახლა მე აქ მაგალითად. მიშა, დღევანდელი პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ყველა ადამიანმა აღნიშნა მთელი დღის განმავლობაში, რომ ეს არის ისტორიული პროცესი, როცა წყდება არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური პატიმრის ბედი, არამედ ქართული მედიის ბედი, თავისუფალი სიტყვის ბედი, კრიტიკული მედიის ბედი. თქვენი შეფასება როგორია და ასევე მოლოდინიც როგორია ამ პროცესთან დაკავშირებით? მინდა როგორ თქვა, მინდა ძალიან დამაჯერებელი ვიყო ახლა როცა ვიტყვი, რომ სინამდვილეში რეჟიმის ბედი წყდება ახლა. სინამდვილეში ქართული ოცნების და ბიძინას ბედი წყდება ახლა, იმიტომ რომ ქართული მედიის ბედს ვერ გადაწყვეტს ეს სასამართლო, ქართული მედიის ბედს ვერ გადაწყვეტს ეს ბიძინა. ვერ გადაწყვეტს ოლიგარქი ამას, იმიტომ რომ ეს იმდენი ხანია, იმდენი ადამიანია ჩართული, რომლებმაც თავისი ცხოვრება და ზოგმა სიცოცხლეც კი შეწირა იმას, რომ დღეს მედია გქონდეს, ოღონდ მედია რასაც ქვია, არა სიმბოლური პროპაგანდისტული, როგორც ჩემ ბავშვობაშიც იყო მედია.
არა ნამდვილი რა, ისეთი როგორიც მთავრობას არ მოსწონს. იმიტომ რომ კრიტიკული. კრიტიკული და ის რასაც ალბათ მზია და ბათუმელებიდან ეთგაზეთები წლებია. მთავრობას რომ მოსწონს, ეგეთ მედია არ ქვია. და საქართველოს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ის არის ეს შეტაკება ერთ-ერთი ნაწილი და შეუძლებელია რომ აქ გადაწყდეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის პირიქით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი გადაწყვეტილია. აქ უნდა გადაწყდეს რამდენად დიდ დანაშაულს ჩაიდენენ ისინი, რამდენად ღრმად შეტოპავენ დანაშაულში ისინი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძვიან. დღეს რავი ხა განსაკუთრებული მოლოდინი ამ სასამართლოსგან ცხადი არავის არ გვაქვს, მაგრამ მაინც რაღაცა ცოტა განსხვავებულად მიმდინარეობს ეს პროცესი აქ რა. და მაინც მინდა რომ ჯერ კიდევ სანამ ყველაფერი გამთავრებულა, იმედი დავიტოვო რომ მოსამართლე შეძლებს ადამიანური სახის შენარჩუნებას და რაღაცა სამართლის მარცვლის შენარჩუნებას, იმიტომ რომ ამ პროცესზე ჩვენ ნახეთ რომ მოწმეებად დაიკითხნენ ისეთი ადამიანები, რომელთა არიდება შეეძლო მოსამართლეს. თბილისში ის ცნობილი დასანქცირებული გალუსტაშვილები და ცაცუები, ის მოსამართლეები, რომლებიც ეხლა უსჯიან ყველას მიყოლებით, არ მოიყვანდნენ არც პროცესზე იმ მოწმეებს, იმ ექსპერტებს, რომლებმაც ძალიან კარგად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ახსნეს, რას ნიშნავს ტკივილის მიყენება, რას ნიშნავს თავდასხმა, როგორ შეიძლება რომ ხელის ესე გაწონა და ლოყის აწითლება და ეს რო არ არის, ასე ვთქვათ, სამედიცინო შეფასების საგანი. და არ არის შესაბამისად სისხლის სამართლის დანაშაული. არ არის ეს მაქსიმალური კვალიფიკაცია აგრად შეიძლება მიეცეს ამ საქმეს, ალბათ არის პოლიციელის შეურაცხყოფა. პოლიციელის ალბათ, მაგრამ ის სხვანაირად სხვა მოხლია და სხვა ისაა. მე აქ მარტო ეს ხო არ არის რა, ეს ხო განყენებული ცარიელ ადგილზე ხო არ მოხდა, ხო არ იდგა ეს დგებუაძე თავისთვის და მზია ხო არ მივარდა იქ და ხო არ გაუქანა. ხო რაღაცა ამბავს მოყვა ეს ყველაფერი. და ეს დგებუაძეც მართლა ხო ვიცით ვინ არის რა და როგორ გაბრაზებულები იყო. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ პოლიციაზე თავდასხმა ეს არ არის რა და ეს მე მგონი ძალიან კარგად იცის მოსამართლებას. და რავი, პრინციპში ამას ლაპარაკობს 5 საათია მაიამ წარიაშვილიც. მადლობა ნიშა შულდაძეს უსმენდით. მამუკა ანდღულაძეა ასევე ახლა აქ მთელი დღის განმავლობაში. მამუკა, თქვენი შეფასება მთელი ამ პროცესის, ამ 7 თვის მზიას მდგომარეობის, მზიას პოლიტიკური ტყვეობის, დღევანდელი მოლოდინის, რას უნდა ველოდოთ? ძალიან ბევრი ადამიანია აქ შეკრებილი და შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური მოლოდინები დიდად არ არის, თუმცა სადღაც იმედი მაინც არსებობს, რომ მოსამართლე სახელაშვილი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. თქვენი მოლოდინი როგორია? პირველ რიგში სალსახად პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა და ამას არანაირი შემხებლობა არ აქვს სამართლებრივ საკითხთან. ეს რომ არ იყოს პოლიტიკური საკითხი, აქ ადამიანების სხვა საქმით იქნებოდით. დაკავებული და რა თქმა უნდა პირველ რიგში ქალბატონის და სხვა სინდისის პარტნიორები არ იქნებოდნენ. თუმცა ის რაც დღეს ჩვენ ხედავთ ვისმენთ და რასაც დაცვის მხარე აკეთებს, ეს არის სამართლებრივად განადგურება ყველა იმ ყალბი მტკიცებულებისა და ჩვენების, რომელსაც პროკურატურა, სამართალდამცავი სხვა ორგანოები თუ იგივე ცრუმოწმები აკეთებდნენ. ამიტომ ამ რეალობაში, რომელიც მარტივი არ არის, ნამდვილად რთულია, მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების და მათ შორის სასამართლოს შაქნით და პლუს ამას იმ რეპრესიული კანონმდებლობის ფონზე, რომელშიც თქვენ და სხვაებიც საქმიანობდათ ცხოვრობთ, მოსამართლის სხვა სამართლებრივი ალტერნატივა გარდა იმისა, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული, არ არსებობს. ეს ცალსახად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იყოს მზია დაკავებული, მაგრამ ის რომ რაღაცა მაინც შეინარჩუნოს, რაღაცა ერთი ბეწო უშუალოდ მის მოსამართლემ და სხვა თქვათ ამ მხარეს ჩართულ პირებმა, უკანონო ბრძანების გაცემა და შესრულება უკანონოა, ამიტომ გარდა იმისა, რომ მზია დაუყოვნებლივ სასწრაფოდ იყოს გათავისუფლებული, სამართლებრივი არ არის. მადლობა, მამუკა ანდღულაძეს უსმენდით. აქ მყოფი ადამიანების შეფასება ბუნებრივია არის ის, რომ მზია ამაღლობელი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული და მისი პატიმრობაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სამშაბათო საათები დასრულდა.
თუმცა მაინც გრძელდება სასამართლო პროცესი, ჯერ კიდევ უსმენენ დაცვის მხარის დასკვნით სიტყვებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა დღესვე იყოს გადაწყვეტილება, ვნახოთ მოსამართლე ნინო სახელაშვილი დღეს მიიღებს თუ არა ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მანამდე გაჩვენებთ ბანერს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არის დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. აქცია ბანერის ავტორები ამბობენ, რომ ეს საქალაქო სასამართლო არის ცირკი, სწორედ ამ შინაარსის ბანერი დგას დღეს მთელი დღის განმავლობაში აქ და როგორც გითხარით, მზია ამაღლობელის დასკვნითი ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ველოდებით მიიღებს თუ არა დღეს გადაწყვეტილებას ნინო სახელაშვილი.